სალამი მეგობრებო. Შეგიძლია გამომყვეგეთ დაკვირვებაში იმდენად გულწრფელად, რამდენადაც შეძლებთ. აი, უბრალოდ დაუშვი, რომ აბსოლუტურად ყველა ჩვენს პრობლემას მხოლოდ ერთი საწყისი რო კონდეს, ერთი გამომწვევი მიზეზი რო კონდეს. არანაირი გართულებული კომპლექსური ჩახლართული ამბები. მხოლოდ ერთი მარტივი საწყისი რო იყოს ყველა ჩემი კონფლიქტის და ყველა ჩემი პრობლემის. კონფლიქტი როგორც შინაგანი, ისე გარეგანი. საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. აი ეს კონფლიქტები რო დასრულდეს, იქნება მხოლოდ ერთი რაღაცა მჭირდება. და შეგვიძლია რომ დაუშვათ, რომ ეს არის ის, რომ საკუთარ თავთან ყოფნა არც ვიცით და არც შეგვიძლია. საკუთარ თავთან ყოფნის არცოდნა და საკუთარ თავთან ყოფნის რეალური ყოფნის გამოცდილებების ნაკლებობა იწვევს აბსოლუტურად სრულ დაბნეულობას და ეს დაბნეულობა ქმნის შინაგან და გარეგან კონფლიქტს. კი, შეიძლება ჩვენ ვიძახით ხოლმე, რომ როგორ არა, მე მიყვარს მარტო მოგზაურობა, მარტო სახლში ყოფნა, მარტო ფილმების ყურება, მარტო აქტივობა. ეს მიყვარს და მგონია, რომ აი მარტო ყოფნა ვიცი რა. მაგრამ თუ გულწრფელები ვიქნებით რეალურად, მაგას შეგვიძლია დავარქვათ, რომ ადამიანების გარეშე ყოფნა შემიძლია და არა ის, რომ მარტოობა ვიცი და მარტოობა შემიძლია და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა შემიძლია. ამას ვერ დაარქვევ, იმიტომ რომ ჩვენ გამუდმებით რაღაცით ვირთობთ საკუთარ თავს. რა, ეს შეიძლება იყოს ტელეფონი, შეიძლება იყოს ადამიანთან საუბარი, წიგნის კითხვა, მუსიკის მოსმენა. არ აქვს მნიშვნელობა მოგზაურობა, სეირნობა, რაღაცა აქტივობა, მაგრამ რაღაცას ჩართული ხარ რა, აი უმოძრაოდ არ ხარ. და შეგვიძლია ეგეთი დაშვება რომ გავაკეთოთ, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი ქმედება არის უმოქმედობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა. ზოგჯერ ყველაზე დიდი ქმედება არის უმოქმედობა. და ჩვენი პრობლემები იწყება ზუსტად იქ, სადაც არ ვაღიარებთ იმ მოცემულობას, რომ მე უმოქმედოდ ყოფნა არ შემიძლია რა. აი არაფრის კეთება არ შემიძლია, სულ რაღაცას უნდა ვაკეთებდი. შეიძლება მინიმალურ რაღაცას ვაკეთებდი, მაგრამ მაინც უნდა ვაკეთებდი. და ოდესმე გიცდია, რომ აი აბსოლუტურად ყველაფერი გადადო გვერდზე, აბსოლუტურად ყველა ქმედებიდან გამოხვიდე და აი უბრალოდ იყო რა. გადადე ტელეფონი, გადადე წიგნი, მუსიკის მოსმენა, ფილმის ყურება. მათ შორის ფიქრი. ყველაზე დიდი გასართობი ჩვენი არის ფიქრი რა, გაანალიზება, რაღაცის განხილვა, მსჯელობაში შესვლა საკუთარ აზრებთან. ხო ფუჭია ყველაფერი რა. ეგ საბოლოო ჯამში ხო უფრო მეტ დაბნეულობას ბადებს, უფრო მეტ დიდ წარსულს ბადებს და უფრო დიდ მომავალს ბადებს, არა და არც ერთი არ ხდება, ხო? და შეგვიძლია რომ აი გაღიარება გავაკეთოთ, რომ ჩვენ ადამიანებმა არ ვიცით საკუთარ თავთან როგორ ვიყოთ რა. ზუსტადაც რომ საკუთარ თავთან ყოფნა იწვევს ყველაზე დიდ შფოთს და აუტანლობას, აი შინაგან აუტანლობას, აი წარმოიდგინე მე მქონია ეგეთი გამოცდილება, რომ აი ვიძახი რომ კი რა, როგორ არა ვიცი საკუთარ თავთან ყოფნა, მარტო დარჩენა შემიძლია. ადამიანებთან შეიძლება თვეებით არ მქონდეს ურთიერთობა. შეიძლება სოციალურ ქსელში არ შევდიოდე, მაგრამ რაღაცა მაქვს, აი ყველა ადამიანს რაღაცა აქვს რა. შენ თავში თუ გულახდილი იქნები, რაღაცა გაქვს, რითაც თავს ირთობ. და ამას ეძახი შენს რაღაც აქტივობას, ჰობს, რაღაცა ნიჭს, უნარს და რაღაცებს ეძახი. შეიძლება ეს მედიტაცია იყოს, შეიძლება ეს ცეკვა იყოს, შეიძლება ეს სიმღერა იყოს. მაგრამ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ყველაფერს ვიყენებთ იმისთვის, რომ მარტო აი ესე უსაქმურად არაფრის კეთებაში არ დავრჩეთ. მე მაგაში გავიზარდე, რომ უნდა იშრომო, უნდა იწვალო, რაღაცას უნდა მიაღწიო, ზარმაცი არ უნდა იყო. მოუკლებლად უნდა შრომობდეს ადამიანი. და მე არ მაქვს იმის უფლება, რომ გავჩერდე რა, უსაქმური არ მინდა რომ ვიყო. მაგრამ რეალურად ყველაზე რთული და ყველაზე დიდი პასუხისგებლობა რაც არის ის, რომ არაფერი არ ვაკეთო. და ეს ტანჯვას იწვევს რა. თუ ადამიანმა არ იცის საკუთარ თავთან ურთიერთობა, ეს ტანჯვას იწვევს. აი მქონია ეგეთი შემთხვევა, რომ მაგალითად გადავდე ეს ყველაფერი გვერდზე და მე მოდის ფიქრები, რომ იწყებ რაღაცების გაანალიზებას, ვითომ მედიტაციას დაარქმევ, და მედიტაციაში რაღაცებს განიხილავ, რაღაცებს წარმოიდგენ, რაღაც აფირმაციებს აკეთებ და ამას ეძახი მედიტაციას, რა, მაგრამ ესეც ხო აქტივობაა, გონებრივი აქტივობა არის. და თუ ცდი, შეიძლება აღმოაჩინო, რომ 2 წუთიც კი არ შეგიძლია დარჩე რაღაც ქმედების გარეშე. მაშინვე იწყება სხეულებრივი უხერხულობა, რაღაცა გაწუხებს, არაკომფორტულად გძნობ თავს, პირი გიშრება, შეიძლება თავი გტკივდება, მოუსვენრობა გეწყება, სუნთქვა ხშირდება, ფიქრები გიტევს, ემოციები ამოდის წინა პლანზე. ამ ემოციებთან ურთიერთობა ხო საერთოდ არ ვიცით და მე ამ ემოციებს რაღაცა უნდა მოუხერხო და მე აიღებ ტელეფონთან ჩამოსკროლავ ან დახატავ ან იცეკვებ ან მოусმენ ან ვიღაცას დაურეკავ
რაღაცით გაერთობ თავს რა, ან საჭველი მოგშივდება, ან ტუალეტში მოგინდება, ან გაგახსენდება რომ არა ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ხო და თუ ჩვენ გვინდა რომ რეალურად შინაგანი და გარეგანი კონფლიქტები დავასრულოთ, იქნებ გვჭირდება ვაღიაროთ რომ ყველაზე მთავარი არ ვიცით და ეს მთავარი არის საკუთარ თავთან ურთიერთობა რა, ყველას და ყველაფრის გარეშე. რეალურად ჩვენ ნებისმიერი აქტივობა, მათ შორის მედიტაციები, აბსოლუტურად ყველაფერი, მით უმეტეს ადამიანებზე აღარ ვიძახი ურთიერთობები, მიჯაჭვულობები. ყველაფერი იმიტომ გვჭირდება რომ თავი ავარიდოთ საკუთარ თავთან მარტო ყოფნას. ყველაზე რთული მისია ეგ არის ჩვენ ცხოვრებაში რა. მე მჭირდები შენ და მჭირდება ეს აქტივობები, მჭირდება ეს სულიერება, მიწიერება, ნებისმიერ რაღაცა იმისთვის რომ მარტო არ დავრჩე რა. და ყველაზე დიდ სიკეთეს გაუკეთებ საკუთარ თავს თუ აღიარებ რომ ის რომ ადამიანების გარეშე ყოფნა შეგიძლია ეს მარტო ყოფნას არ ნიშნავს. ის რომ შენ სოციალური ქსელის გარეშე ყოფნა შეგიძლია ეს მარტო ყოფნას არ ნიშნავს. მე მჭირდება რომ აი უბრალოდ წელში გამართულმა უსაქმურად ყოფნა შევძლო. ჩვენ უსაქმურობა სიტყვა გვაშინებს რა, იმიტომ რომ გავიზარდეთ რომ უსაქმური არ შეიძლება რომ იყო. და ყველა ძალიან საქმიანები გავხდით რა, ყველას რაღაცა გვაქვს, რითაც აი დატვირთულები ვართ და რაღაცას ვაკეთებთ რა, მაგრამ საკმარისია რომ ერთი წამი საქმე არ გამოგიჩნდეს და შფოთი იწყება რა, დასვენება არ შეგიძლია, მოუსვენრობა გეწყება, რაღაცა უნდა გააკეთო. აი შეგიძლია რომ აი ხლა ამას თუ უსმენ და შენთან ოდნავ მაინც რაღაცა ახლოს მოდის და იდენტობას გაძლევს, რომ შეიძლება სადღაც აქ პატარა მარცვალი იყოს სიმართლის. აი ხლა უბრალოდ რასაც არ უნდა აკეთებდე. წიგნი იქნება, ტელეფონი, ყველაფერი გვერდზე გადადე. ყველა საქმე 2 წუთი გვერდზე გადადე. წელში გაიმართე. ღრმა ჩაისუნთქე. და ამ ღრმა ჩასუნთქულზე მხრები აწიე. ღრმა დამოისუნთქე და ამოსუნთქვასთან ერთად მხრები უკან გადაწიე და ბუნებრივად დაუშვი. სადაც გაჩერდება, იქ გააჩერე. ნიკაპი თუ ზევით გაქვს აწეული, ოდნავ ქვევით აწიე. ოდნავ შიგნით შეწიე. გაიმართე. კიდევ ერთხელ ჩაისუნთქე ღრმად და უფრო ღრმად და უფრო ნელა ამოისუნთქე. თვალები გაახილე. ფოკუსი მოადუნე. ნუ აირჩევ რამე კონკრეტულ წერტილს და ნუ მიაშტერდები. უბრალოდ თვალები ნახევრად დახუჭული, ნახევრად ღია, მოდუნებულ მდგომარეობაში. გაშალე შენი ხედვა. აი როგორც პერიფერიული ხედვა გაქვს, ისე კონდეს ცენტრშიც. ნუ რაფერს ნუ მიაშტერდები. კიდევ ერთხელ ღრმად ცხვირით შეისუნთქე. და პირით ღრმად და ნელა ამოისუნთქე. თვალები მოადუნე. ხერხემალი გამართული, მაგრამ მოდუნებული. ნიკაპი თუ ზევითავა შეახსენე საკუთარ თავს, რომ ქვევით ჩაწიო, შიგნით შეწიო. შეწყვიტე რაღაცების ახსნა საკუთარი თავისთვის, სწორად აკეთებ თუ არასწორად. ესე უნდა იყოს თუ ისე უნდა იყოს. რაღაც აზრები შეიძლება შემოგივიდეს, რომ ხომ არ შეასწორო, უკეთესად ხო არ მოკალათდე, ამას საერთოდ რატო აკეთებ. ნუ მიაქცე ყურადღებას. უბრალოდ შეეშვი. ნუ განიხილავ შენს ფიქრებს. ნუ განიხილავ შენს თავს, ნუ განიხილავ შენს მდგომარეობას. უბრალოდ იყავ. თვალები მოდუნებული, წელში გამართული, ნიკაპით შეწეული. ღრმად შეისუნთქე ცხვირით და ღრმად და ნელა პირით ამოისუნთქე.
ნუ განიხილავ ფიქრებს, არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობ, რას გთავაზობს. შენ გააქვს უფლება. შენ გააქვს არჩევანი, რომ შენ ფიქრებს არ მოусმინო. ფიქრების ფუნქციაა აკეთონ ის, რასაც აკეთებენ და შენ არ გევალება, რომ მნიშვნელობა მიანიჭო ამ ფიქრებს. ღრმად შეისუნთქე ცხვირით და ღრმად და ხანგრძლივად ამოისუნთქე ნელა პირით. შეიძლება შენთვის ნაცნობი იყოს შეგრძნება, რომ აი თლიანად თავში ვართ რა, დავიწროვებული, შებოჭილები, განპირობებულები, თავში ვართ რაღაცნაირად დატყვევებულები. თითქოს არ გვაქვს თავისუფალი ნება იმისი, რომ ფიქრებს არ მოусმინოთ, არ მივანიჭოთ მნიშვნელობა. ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ყველაფერზე ყურადღებას ვამახვილებთ, ყველაფერს განვიხილავთ, ყველაფერზე ვსჯელობთ, ყველაფერს ანალიზს ვუკეთებთ. ესეთი რაციონალური გონება გვაქვს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ეს ყველაფერი. უბრალოდ გადაიტანე ყურადღება იქიდან თუ რა ხდება, არამედ იქ თუ სად ხდება. გააკეთე დაშვება, რომ თავში არ ცხოვრობ და გააქვს არჩევანი, რომ ამ თავიდან გამოხვიდე. ჩამოიტანე ყურადღება გულში და აკვირდი იქ რა ხდება. ნუ მიუდგები რაციონალური გონებით. უბრალოდ გახსოვდეს, რომ გააქვს შენ უფლება, გააქვს შენ არჩევანი, რომ არაფერი არ აკეთო. და ყველაზე დიდი უმოქმედობა იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ ფიქრებთან დიალოგში შევდივართ. ამ ფიქრებით ამბებს გაუჩერებლად და ამბებს უყვებით საკუთარ თავს. ამ ამბებს ჩვენვე ვიჯერებთ და ჩვენი ცხოვრების ნაწილი ხდება. ჩვენი ფიქრები ქმნის ჩვენს რეალობას. ამ რეალობაში ვცხოვრობთ. და რა იქნება თუ დაუშვებთ, რომ ეს რეალობა არ არის რეალობა, არამედ ჩემი გონების პროდუქტია. უბრალოდ გახსოვდეს, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი ქმედება არის უმოქმედობა. უმოქმედობა ჩემი აზრებთან მიმართებაში, ჩემი ემოციებთან მიმართებაში. ემოციები მხოლოდ ემოციებია. აზრები აზრებია, შეგრძნებები შეგრძნებებია. და ეს არ ნიშნავს, რომ ის განაპირობებს შენს მდგომარეობას. ეს არ ნიშნავს, რომ განაპირობებს შენს სულიერ მდგომარეობას თუ ფიზიკურ მდგომარეობას. ცხვირით ღრმად შეისუნთქე და პირით ღრმად და ხანგრძლივად ამოისუნთქე. თვალები მოდუნებული, წელში გამართული, ნიკაპი შეწეული. უბრალოდ იყავ ისე როგორც ხარ. არ გეჩქარება არსად. ეს მხოლოდ ფიქრები გვეუბნება, რომ სადღაც გვეჩქარება, რაღაც გასაკეთებელი გვაქვს, რაღაცა სწორი ან არასწორი. უბრალოდ იყავ. მიეც შენ თავს უფლება, რომ უბრალოდ იყო. არ გაქვს არაფერი გასაკეთებელი, არ ხარ არსად წასასვლელი. არ გაქვს არაფერი მისაღწევი. არანაირი მიზანი არ არსებობს. ეს ჩვენი დავიწროვებული, ჩაკუჭული გონების, რაღაცნაირი განპირობებული გონების მდგომარეობა, რომელიც გამუდმებით გვაჯერებს, რომ რაღაც გასაკეთებელია რა. ჩვენ ვიძახით, რომ ფიქრები შემომივიდა, ემოცია შემომივიდა. მაგრამ სანამ ეს შემოგივიდოდა, შენ ხო იყავი იქამდე. და შენ რჩები ისევ, როცა ეს ფიქრები წავა და ეს ემოციები წავა, ხო? გამუდმებით იცვლება ჩვენი ფიქრები, ჩვენი ემოციები. ჩვენ დაუძლებთ ამ ფიქრებს, განვიხილავთ, ვარჩევთ. იმიტომ რომ სერიოზულები გონია ამ დროს საკუთარი თავი. ჩვენ აი აქ გვგრძნობთ საკუთარი თავის მნიშვნელობას, რომ განვიხილოთ მეტი ფიქრი, მეტი ემოცია. უბრალოდ მოეშვი. არ არის საათობით ჯდომა აუცილებელი. დღის განმავლობაში 2-3 წუთი. აი, როდესაც მიხვდები, რომ რაღაცა შინაგანად გაწუხებს და შენი პატერნი ამუშავდა, რომ ცდილობ, რომ რაღაცები ქმედებაში მოიყვანო, საქმოსანი ადამიანი იყო, ქმედით უნარიანი იყო, დაკავებული იყო. უბრალოდ გაჩერდი 2 წამი. აი, 2-3 წუთი და ეს პრაქტიკა გააკეთე. გაეშვი ყველა ფიქრს, შეგრძნებას, აღქმებს. უბრალოდ გაეშვი და უბრალოდ იყავ.
მოიცალე საკუთარი თავისთვის. ჩვენ ძალიან საქმიანი დაკავებული ადამიანები ვართ. არ გვცალია საკუთარი თავისთვის, მაგრამ გვცალია ყველასთვის და ყველაფრისთვის. დღეში რამდენჯერაც გაგახსენდება, მოიცალე საკუთარი თავისთვის და დაისვენე 2-3 წუთი. ყველა აზრის, ყველა პასუხისგებლობის, ყველა მომავლის და ყველა წარსულის გარეშე. უბრალოდ იყავი. ჩვენი ყველა კონფლიქტი და პრობლემა უბრალოდ ქრება. ჩვენ არ ვაგვარებთ, არ ვებრძვით, არ ვიღებთ, არ ვუშვებთ. უბრალოდ აი ესე ქრება. როგორც ფიქრი შემოდის და გონია რომ ჩდება, არამედ უბრალოდ აღმოცენდება ეს ფიქრი და მაშინვე ქრება თუ ჩვენ ამას მნიშვნელობას არ მივანიჭებთ. ზუსტად იგივენად არის ჩვენი ყველა კონფლიქტი და პრობლემა. უბრალოდ ნუ მიანიჭებ მნიშვნელობას. ფართო სურათში დაინახე. და ამ ფართო სურათის დანახვაში დაგეხმარება ის, რომ საკუთარ თავთან ყოფნა ისწავლო. საკუთარ თავთან მართლა დარჩენა ისწავლო, გულწრფელი დარჩენა ისწავლო. ყველას და ყველაფრის გარეშე. უბრალოდ გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ. ყველა ამით ვიტანჯებით, მოусვენრობით, ფორიაკით, შფოთით. უბრალოდ გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ. შენ შეგიძლია საკუთარ თავთან მეგობრობა, მარტო დარჩენა და ეს გაძლევს იმის უნარს, რომ კონსტრუქციული ურთიერთობები გქონდეს, ბედნიერი ურთიერთობა მქონდეს საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან. იმიტომ რომ მარტო დარჩენა მაძლევს იმ დიდ სულიერ მზაობას, სადაც მე შემიძლია ავიღო პასუხისგებლობა და აღარ ვიპარაზიტო ადამიანებზე, აღარ მივეჯაჭვო, აღარ მოვიხმარო, აღარ დამჭირდა საკუთარი თავის გართობა რაღაცეებით. ყველა სიბრძნე და სულიერი კურნება ჩვენშია შიგნით. უბრალოდ ჩვენ ამისთვის არ გვცალია. აი როგორც ეხა მოიცალე, იმდენჯერაც ამის საჭიროებას იგრძნობ, უბრალოდ მოიცალე საკუთარი თავისთვის. შეგიძლია ღრმად და ნელა შეისუნთქო ცხვირით. ღრმად, ხანგრძლივად და ნელა ამოისუნთქე პირით. მადლობა რომ ვიყავით ჩემთან ერთად და მადლობა რომ ამას აკეთებ. ეს მნიშვნელოვანია. აბა დროებით.